სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში 28 პირი დააკავა. საქმეები ეხება ქრთამისაღებას, სახელმწიფო თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებას და გასაღებას, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ 5 საქმეზე 3 პირი დააკავეს, 11 კი ბრალი წარუდგინეს. გამოძიების ინფორმაციით ამ საქმეებით სახელმწიფოს 679,497 ლარის ზიანი მიადგა. საქმე ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ გზის მონაკვეთის, სასმელი წყლის შიდაქსელისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს დოკუმენტაციების გაყალბებისა და უკანონო ქმედებების შედეგად თაღლითურად მითვისებულ 10,000-ობით ლარს. ამასთან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენიმე თბილისის საბავშვო ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოებისათვის მომსახურების მიზნით გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სხვადასხვა დროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები. კიდევ ერთ ეპიზოდში სახელმწიფო მიწების თაღლითურად დაუფლების საქმეზე ბრალი 7 პირს წარედგინა. გამოძიების ვერსიით დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების რამდენიმე თანამდებობის პირმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით 91,564 კვადრატული მეტრი სახელმწიფო მიწა უკანონოდ დაირეგისტრირა. სახელმწიფომ 397,804 ლარი იზარალა. ქრთამისაღების სამ საქმეზე დაკავებულია 3 პირი. გამოძიების ინფორმაციით ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლები მოქალაქეებისგან სხვადასხვა მომსახურებისა და მფარველობის სანაცვლოდ ქრთამს იღებდნენ. სამსისხლის სამართლის საქმეზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე კი დაკავებულია 4 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვადასხვა დროს ყალბი მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბი ბაკალავრის დიპლომის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს. ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი, აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები. სუსტში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურნენ ოპოზიციაში. მათი შეფასებით ქვეყანაში კორუფციის პრობლემა მასშტაბურია და ხელისუფლების მიერ ჩატარებული დაკავებები რეალურ ბრძოლას არ წარმოადგენს. ბოლოდროინდელმა დაკავებებმა ჯამში აჩვენა, რომ ქართულ ოცნებაში კორუმპირებული, მომპალი და დამნაშავე პოლიტიკურ რეჟიმად ჩამოყალიბდა ისეთად, როგორი მასშტაბის კორუფციას შევარდნაძის დროსაც კი არა აქვს ნანახი დამოუკიდებელ საქართველოს. 230 სისხლის სამართლის საქმე არის დაწყებული ბოლო წლებში. აქედან სისხლის სამართლებრივ დევნაში მიცემული არის 125 პირი. ამ 125 პირიდან 82 არის საჯარო მოხელე. კატასტროფული რიცხვები არის. ამით ვინმე თავი კი არ უნდა მოიწონოს. ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ განგაში, ეროვნული მასშტაბის განგაში, რომ ქვეყანა იხრჩობა კორუფციაში. ქართული ოცნების მოქმედი მმართველი კლანი ებრძვის წინა კლანს და ამას არავითარი კავშირი არ აქვს რეალურად კორუფციასთან ბრძოლასთან. ერთადერთი გზა არსებობს, რომ კორუფცია ამ ქვეყანაში დამთავრდეს, ამას ქვია ივანიშვილის კორუფციული რეჟიმის მოშორება ამ ქვეყნის მმართველობიდან. ოცნება კორუფციას ებრძვის ამის თვითონ ოცნების ამორჩეულსაც აღარ ჯერა. რეალურად რასაც ვუყურებთ მთელი ამ წლების განმავლობაში და თვითონ ეს ფაქტებიც, რასაც ვითომ ავლენენ თვითონ, ადასტურებს იმას, რომ უბრალოდ ისინი ებრძვიან ერთმანეთს. ოცნებაში ბევრი კლანია და ისინი ცდილობენ ხალხისგან მოპარული ფული, რომელიც შედის ბიუჯეტში, იმის ნაცვლად, რომ გამოიყენონ ადამიანების კეთილდღეობისთვის და მოახმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანაში იბრძვიან გადარჩენისთვის, ამის ნაცვლად ისინი უბრალოდ აი ამ ბიუჯეტიდან მოპარული ფულის გადანაწილებაში არიან. შესაბამისად, ალბათ რაღაცა პერიოდულად სჭირდებათ ხოლმე, რომ აი ამ სხვადასხვა კლანებს შორის როგორ ხდება ეს გადანაწილება, აი ამისი კაფიო გამოვლინება, თუნდაც ეს დღევანდელი ეგრეთ წოდებული სუსის ბრიფინგი. სუსის ანტიკორუფციულ სააგენტოში აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები. გამოძიება რამდენიმე მუხლით გრძელდება. დაკავებულების ვინაობა არ სახელდება.